წიგნი ყველა სოფელს ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანიას ჟურნალი OK-ც უერთდება. რედაქციის წარმომადგენლები წიგნებს ბიბლიოთეკას სასტუმრო ამბასადორიალში გამართულ ღონისძიებაზე გადასცემენ. თეთი ფარცხალაძე მოგვიყვება პროექტის ახალი მონაწილეების შესახებ. ეს არ არის წიგნების უბრალოდ შეგროვება. ამ პროექტის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ადამიანებს აქ თავიანთი რჩეული ავტორები მოაქვთ, რჩეული წიგნები და ერთგვარად ამ ფორმით ემოციას სხვა მკითხველს უგზავნიან. წიგნები გროვდება სოფლის ბიბლიოთეკებისთვის. ეს კამპანია საჯარო ბიბლიოთეკამ დაიწყო და დღეს მას შეუერთდა ჟურნალი OK, რომელიც ყოველთვიურად გარკვეულ სოციალურ აქციაში ერთვება და დღეს ამ ფორმით გადაწყვიტა საჯარო ბიბლიოთეკის კამპანიას შეერთებოდა. რამდენიმე ათეული წიგნი უკვე შეგროვდა. ეს წიგნები მაღალმთიან რაჭაში გაიგზავნება. დღეს მოვიტანე სულხან საბაორბელიანის სიფრის სიცრუის და მისი პირველი ლიტერატურული ქმნილება და ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთია, რაც გვაქვს ქართველებს და შეიძლება აქტუალურიც იყოს დღეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილი ადამიანები იღებენ ამ პროექტში მონაწილეობას, ანუ ჩვენ ჟურნალში ნებისმიერი მათგანი იღებს სოციალურ პროექტში მონაწილეობას, ანუ ცნობადობა როგორც საზოგადოებისთვის განვითარების ხარისხი. აი ეს არის ჩემი მიზანი. აუცილებელია, რომ სოფლებში განახლდეს ყველა ბიბლიოთეკა და მოძრაობა ეკვილიბრიუმი ამას ემსახურება. ეს გულისხმობს ერთგვარად, თქვათ, ერთი მხრივ წიგნადი ფონდის შევსებას, მეორე მხრივ, თქვათ, კომპიუტერიზაციას და ინტერნეტიზაციას და ამავდროულად გულისხმობს იმ სივრცის ზოგადად განახლებას, დისკუსიები და ასე შემდეგ. და ეს აქცია არის ერთგვარი დასაწყისი ამ შემთხვევაში სოფელ უწერასთვის. წიგნი ყველა სოფელს. ეს პროექტი 2 წელია უკვე მიმდინარეობს და როგორც აცხადებენ, პროექტმა ერთგვარად გადაარჩინა სოფლის ბიბლიოთეკები დაფურვისგან. ამ ხნის განმავლობაში 700-მდე სოფლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამდიდრდა.